აი ეს ბიჭი არის თქვენგან დაფინანსებული პრეზიდენტის პროგრამით. პრეზიდენტი ეს არის ჯვირადღირებული ოპერაცია, ჯაფარის ოპერაცია. რაც უნდა გაუკეთოთ თქვენ პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. დიდი მადლობას მოგიხდით ოჯახის სახელით. დიდი მადლობა თქვენი ოჯახის სახელით. ამბობენ და ბატონო პრეზიდენტო, გადაიხადეთ გაიგეთო უთლესი ოპერაცია ბულზე. რისო როდის გაიგეთ ოპერაცია? ორისია, თქვენი წყალო ცოცხალია. სად გაიგეთეთ? ქუთაისში. ეხა უკვე რაღაც ყველა პრობლემა ეს მოხსის ალბათ. ძალიან დიდი მადლობა. ვინც რა უნდა თქვას? ჩვენი ქვეყანა მიდის წინ. რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან არ სიამოვნებს. ეს არის ხალხი, ვინც სხვადასხვა ფორმით, ხან ერთი დროშის ქვეშ, ხან მეორე ლიდერის ქვეშ, ხან მესამეს ქვეშ იკრიფება ერთი და იგივე ძველი სახეები, ერთი და იგივე უკვე მოწყენილი, დაღრემილი შესახედაობის პოლიტიკური მათ მუმიფიცირებული ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ჩააბნელა საქართველოს, ის ხალხი, ვინც 10 წლეულების განმავლობაში არა მხოლოდ 90-იან წლებში, არამედ იმაზე ადრეც ძარცვობდა საქართველოს, ვინც საზრდოობდა იმათთან, რომ ყველა დანარჩენი იყო ღარიბი და ეს ხალხი გვეუბნება ახლა. და ამ ხალხს არ სიამოვნებს, რა თქმა უნდა, აღშენებლობა. ამ ხალხს არ სიამოვნებს, რომ ჩვენ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურებს, იმიტომ რომ ადრე დენი იყო მხოლოდ მათ ქუჩაზე. მხოლოდ მათ ქონდათ გენერატორი, მხოლოდ მათ ქონდათ გადმოყვანილი დენის წყაროდან. მხოლოდ მათ შეელოთ სახლები ხონოდან განათებული და გამთფარი. ამ ხალხს არ სიამოვნებს ახალი სკოლები. იმიტომ რომ მხოლოდ მათ შეელოთ თავის შვილებისთვის რეპეტიტორების აყვანა. მხოლოდ მათ შეელოთ სახლში მოეყვანათ კერძო მასწავლებლები და კერძო მასწავლებლებთან გაეზარდათ შვილები. მათ არ სიამოვნებთ მაგალითად ინგლისური სწავლების პროგრამა და კომპიუტერები. იმიტომ რომ კომპიუტერებიც მარტო მათ უნდა ქონოდათ და მარტო მათ შვილებს უნდა ცოდნოდათ უცხოენები. მათ არ სიამოვნებთ საავადმყოფოები, იმიტომ რომ ადრე მხოლოდ რამდენიმე პალატა იყო თბილისში გარემონტებული და მხოლოდ მათ შეელოთ იქ კურნალობა და მხოლოდ მათ შეელოთ იქ დიაგნოსტიკური გამოკვლევა, ან უცხოეთში წასვლა და იქ კურნალობა და იქ ამის ფულით და საშუალება მხოლოდ მათ გააჩნდათ. მათ არ სიამოვნებთ ქართველი ხალხი ზოგადად. და ქართველი ხალხი არის ჯერ კიდევ დიდი ნაწილი საკმაოდ გაჭირვებული. ამიტომ წამოაყენეს ახალი ლოზუნგი: გაჭირვებულ ადამიანს არაფერი არ უნდა კითხებოდეს თურმე პოლიტიკაში. მარტო თუ მუცელი გაქვს გასიებული ხალხის გაჭირვებით, მარტო თუ მოვიპარე თავის დროზე ბევრი ფული, საეჭვო გზით იშოვე ფული, თურმე მარტო მაშინ მოგეკითხება პოლიტიკაში საქმე, თურმე მარტო მაშინ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მარტო მაშინ უნდა მოხდე პარლამენტში და მარტო მაშინ უნდა აგირჩიონ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მათ არ სიამოვნებთ პარლამენტი ქუთაისში, იმიტომ რომ ადრე ყველაფერი წლებოდა ერთ ქუჩაზე თბილისში და თბილისის განვითარებაც არ სიამოვნებთ, იმიტომ რომ თბილისში ახლა მარტო დედაქალაქის ცენტრი კი არ ვითარდება ყველა გარეუბანი. ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა ესეთი აღშენება, როგორც ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში. თბილისიც არა უშენებიათ. მაგრამ ის რო ახლა თბილისიდან გადავიდეს პარლამენტი ქუთაისში, ეს მათთვის საერთოდ კატასტროფაა. იმიტომ რომ საქართველოს რეგიონები განვითარდება. იმიტომ რომ წყალტუბოს აღშენებლობა იწყება. იმიტომ რომ აღშენებლობა თანდათან გავრცელდება და მოიცავს ქუთაისის თელ პერიმეტრს, ქუთაისის გარშემო ყველა რეგიონს. და ადრე ძალიან მარტივი იყო. ყველანი ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე, დენი იყო მარტო იმ ქუჩაზე, გზას აგებდნენ მარტო იმ ქუჩაზე, პარლამენტში ირჩევდნენ ხალხს მარტო იმ ქუჩიდან, ფული ქონდა ხალხს მარტო იმ ქუჩაზე. აი ამ ცხოვრების დაბრუნება უნდა, ამ მუხთახორა, არაფრის მაქნის კორუფციით და ხალხის ძარცვით გაქსუებულ წარსულში ოღონდ ხალხს. მაგრამ ერთი რამე ვერ გაითვალისწინეს. რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ. რა სხვადასხვა ხრიკებსაც არ უნდა მიმართონ. რამდენი გაზეთიც არ უნდა იყიდონ, რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ. ჩვენი ხალხი არის ძალიან ჭკვიანი და ჩვენმა ხალხმა უკვე გაუგო გემო, რაც ნიშნავს პროგრესი და არავის არ უნდა უკან დაბრუნება. იმიტომ რომ როდესაც არის არჩევანი სიბნელესა და სინათლეს შორის, სინათლე ყოველთვის იმარჯვებს. როდესაც არის ბრძოლა ბოროტსა და სიკეთეს შორის, სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას, სხვანაირად საქართველოს არ იარსებოდა. როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, არ შეიძლება რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, რა გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს. ჩემი ასაკის ადამიანები, ბებია ჩემის ხელა ადამიანები, ჩემი შვილები ყოველთვის ავირჩიოთ მომავალს, იმიტომ რომ ხედავთ პროგრესს, ხედავთ პერსპექტივას და მომავალი ეკუთვნის ჩვენ შვილებს და ჩვენ გვიდა მომავალი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი აწყოს ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. აი ეს არის თავარი, რასაც შვება ეს საავადმყოფოები. ჩვენ არა გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ბევრად უფრო მდიდარი ქვეყნები ამის 1000-ს ვერ აკეთებენ.
იმიტომ რომ საქართველოში ფულს აღარავის არ ვაპარია. დიახ, საქართველოში მე მყავს ხალხი თავრობაში, რომელიც არიან ღარიბი ოჯახებიდან. გასკდნენ ბოღმით ისინი. არიან ღარიბი ოჯახებიდან. და ფული არ უშოვიათ თავრობაში ყოფნით. და ალბათ გონივართ სულელები, რომ როგორ თავრობაში არიან და ფულს არ აკეთებენ, როგორ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ბევრად უფრო მეტ რაღაცას, ვიდრე ფულს შეიძლება მოიტანოს რაოდენობით. ჩვენ ვაშენებთ ჩვენთვის, ჩვენი ყველასთვის, ჩვენთვის ახალ ქვეყანას. ჩვენ ჩვენი შვილებისთვის გვქნით ახალ მომავალს. რომელი ფულით გადაიფარება ეს ღირსება, როგორც შენი ქვეყნის აშენება და ახალი მომავლის შექმნა საკუთარი ქვეყნისთვის. რა ფულით შეიძლება იმას, რომელი სიმდიდრე უნდა იყოს, რამდენი სახლი უნდა აიშენოს ვინმე მინისტრმა, გარდა იმისა, რომ თქვას, რომ 150 საავადმყოფო ააშენა საქართველოში. რა ფული უნდა გააკეთოს ისეთი, თუ არ შევადარებთ იმას, რომ თქვას ვიღაცამ, რომ 3000 მაგარი სკოლა ავაშენე საქართველოში. რა მანქანით უნდა იაროს ისეთი, რომ ამას არ ურჩევნია, რომ თქვას, რომ რამდენიმე 1000 კილომეტრი ახალი გზა გავაკეთეს საქართველოში მსოფლიო სტანდარტით. რა უნდა იაროს უცხოეთში, ასიამონება მიიღოს, ბევრად არ ურჩევნია თქვას, რომ ყველგან საქართველოში არის მაგარი წყალსადენი. ყველგან საქართველოში არის პროგრესი. ყველგან საქართველოში იქნება ახალი საწარმოები. ყველგან საქართველოში თანდათან ილახება სიღარიბე. ყველგან საქართველოში არის გაუმჯობესება. და ყველგან საქართველოში არის კიდევ ბევრი პრობლემა და გვაქვს დიდი პრივილეგია, რომ ერთად შევებრძოლოთ ამ პრობლემებს და ერთად შევებრძოლოთ ამ სიღარიბეს. ცალ-ცალკე კი არ გადავირჩინოთ თავი. არ გამოსავალი იმაში კი არ ვიპოვოთ, რომ აბა ეხა ღარიბები გვერდზე გავწიოთ და ვისაც უჭირთ და ჩვენ მოვილაპარაკოთ დიდრებმა და გახსუებულებმა და ერთ სამეზობლოს და ერთ კლასში და ერთ ბირჟაზე მდგომებმა რა უნდა იყოს ქვეყანაში. არამედ ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი არის ყველა ქართველის ხელდაკაპიტებულ შრომაში, ყველა ქართველის ენერგიაში, ყველა ქართველისთვის პერსპექტივის და თვალში იმედის სინათლის გაჩენაში და ნაპერწკალის გაჩენაში. არ არის ესე ხალხო? ასე რომ დიდი მადლობა და მადლობათ, რომ ეს საავადმყოფოც გაკეთეთ და მე ვფიქრობ, თავი რაც არის ახლა, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი. იმიტომ რომ პოლისები რიგდება, 5 წლამდე ბავშვები, აი ახლა ვნახე ბავშვი კიდე რომელიც პოლისს იკეთებს 2 წლის ოპერაციას, 5 წლამდე ბავშვები ყველა გადაზღვეული იქნება, პენსიონერი წელს ყველა იზღვევა და გარკვეული ზღვარს ქვემოთ ყოფი, ყველა იქნება დაზღვეული აბსოლუტურად. და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს არ აქვს შემოსავალი, მაინც მოესწრება აქვს, თუ აქვს შემოსავალი, აქ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომსახურება ყველასათვის. და რაც დავარებ სოფლიო დონის.